წყალტუბოში ახალი სტადიონი შენდება, ობიექტი ძველი სტადიონის ადგილზე მოეწყობა. პროექტის მიხედვით აგეგმილია ხელოვნური საფარის და განათლების ბორცვების დამონტაჟება. მიმდინარე სამუშაო ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმაც დაათვალიერა. პროექტის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 2 მილიონ ლარს შეადგენს. გარდა იმისა, რომ ვახორციელებთ წყალტუბოს სრულ რეაბილიტაციას, ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ასევე დაიწყო საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა ქალაქ წყალტუბოში. პროექტის პირველი ფაზის ღირებულება გახლავთ დაახლოებით 2 მილიონი ლარი და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ზაფხულის სეზონისათვის სამუშაოების პირველი ფაზა დასრულებული იქნება. 7280 კვადრატულ მეტრზე ხორციელდება ხელოვნურსაფარიანი მოედნის მშენებლობა. 8000 კვადრატულ მეტრამდე კეთდება ავტოსადგომი. წლის ბოლომდე აშენდება და რეაბილიტაცია გაუკეთდება UEFA სტანდარტების შესაფერის სტადიონს.